ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელი დაგვა გარკვეული პერიოდით გადასაღებ მოედნად აქციეს. ფილმის ავტორების განცხადებით, მათ ქობულეთში პატარა აფხაზეთი აღმოაჩინეს. სწორედ აფხაზეთზე ოღონდ არა კონფლიქტზე, არამედ შერიგებაზე იქნება ფილმი, რომლის სახელწოდებაა სხვისი სახლი. ნახეთ ქეთი არჯევანიძის რეპორტაჟი. მიტოვებული აჭედილი სახლები, გაუცხოვება, უსიცოცხლო სოფელი. ამ თემატიკის გარშემო უკვე 2 თვეა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში ფილმის გადაღებები მიმდინარეობს. სასურველი გარემოს ძიებაში 2 კვირის შემდეგ ფილმის შემქმნელებმა, როგორც თვითონ ყვებიან, დაგვაში მიტოვებული აფხაზეთი აღმოაჩინეს. სოფლის გადასაღებ მოედნად ქცევის იდეაც მალევე განხორციელდა. ფილმი აფხაზეთზე და როგორც ავტორები ყვებიან, არა კონფლიქტზე, არამედ შერიგებაზე მოგვითხრობს. ჩვენ გადავწყვიტეთ მოვუყეთ ისტორია ჩვენ აფხაზნებზე და ჩვენ აფხაზ მეგობრებზე. იმ ხალხზე, რომლებიც ჩვენ ძალიან გვიყვარს და მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავს თითქოს აღიქვავენ მოგებულებად, ჩვენ გვინდა ამ ფილმით უთხრათ, რომ მოგებულები ასეთ კონფლიქტში არ არსებობენ და ისინიც ისეთივე წაგებულები არიან, როგორც ჩვენ ამ შემთხვევაში. 40 წევრიანმა გადამღებმა ჯგუფმა ბერძნების მიერ მიტოვებული 4 სახლი მთავარი სცენებისთვის აითვისეს. კინომწარმოებლებს სასურველი გარემოს შესაქმნელად დამატებითი რეკვიზიტები და სპეციალური დეკორაციის შექმნა დასჭირდათ. საინტერესო სცენარია, იმიტომ რომ ჯერ ერთი საქართველოსზეა, აფხაზეთზეა და ეს მიტოვებული სახლის გაუცხოვებაზე, რომელიც მიატოვებენ შემოდის სხვა ადამიანი და მაინც რაღაც თავის ნივთებს პოულობს და მაინც ვეგოძლებს ყველას თავის სახლში უნდა და ეს მთლიანობაში და გლობალურად საინტერესო მოვლენა არის საერთოდ ადამიანში და სცენარიც ამაზე კარგად მეტყველებს და კარგი სიმღერაა. ფილმის რეჟისორი რუსუდან გლურჯიძეა. სცენარზე რეჟისორი და დავით ჩუბინიშვილი 2 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. სურათში სახელწოდებით სხვისი სახლი 15 მსახიობი მონაწილეობს, მათ შორის 2 რუსი და 1 სერბი. პროფესიონალ მსახიობებთან ერთად ფილმში 2 დებიუტანტიც თამაშობს. ყველაზე პატარა 4 წლის ელენეა. ხატავ და რაღაცებს ვაკეთებ. და კიდე კატოსიღებენ სანდროს და მე წარმომიდგენია აია ეს ფილმი. სურათი მაღალ ბიუჯეტიანია და ის აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს თანადაფინანსებით პროექტს აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში ხორციელდება. უწყების წარმომადგენლების თქმით, საკონკურსო კომისიამ ფილმის შინაარსი აქტუალურად მიიჩნია და მისი დაფინანსება გადაწყვიტა. შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ სოფელში დაკავება ხალხის, სოფლის ბუნების და ასე შემდეგ გადაღება. იმდენად რამდენადაც თვითონ ხალხი მეზობლები არიან ძალიან კმაყოფილები და ხელს უწყობენ ერთმანეთს გადაღების შემთხვევაში. გვაქვს მოლოდინები, რომ ფილმი ძალიან მაღალ წარმატებას მიიღებს. ფილმის გადაღებები დეკემბერში დასრულდება. ნამუშევრის ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგენის თარიღი კი ავტორებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ.